ჭადრაკის დაფად ქცეულ მიწაზე არ აქვს დიდი სიცოცხლე პაის არ აქვს დიდი სიცოცხლე პაის მაგრამ პაიკი ოცნებობს მაინც და მუხტულია კეთილი სიბრძნით ემორჩილება დედოფლის ხდემას ყველა პაიკი მეფისთვის იბრძვის ყველა პაიკი მეფისთვის ხდება მაგრამ მაგრამ ადრე თუ გვიან მეფეს და პაიკს ერთ ხუთში ხრიან ერთ მცირე ხუთში ერთად თავს ხდება აზრის სიმართლე ჯორი ოცნება ერთ მცირე ხუთში ერთად თავს ხდება აზრის სიმართლე ჯორი ოცნება ყველას საქართველოს კინო აკადემიის სახელით ძალიან ვიხარია რომ მოგზავნით თავდაპირ პრემიერაზე დღეს და უკვე ტრადიციად გვექცა რომ სეზონს ვხსნით ხოლმე გოგით ორაძის პრემიერით დაწყებული ვარ ყველანი ძალიან მოხარული ბრძანდებით და ქართულ სიტყვას მოგახსენებთ ფილმის შესახებ პატარა მცირე ანოტაციას წარმოგიდგენთ გოგით ორაძის ახალ მოკლემეტრაჟიან მხატვრულ დოკუმენტურ ფილმს, რომელსაც ჰქვია სამეფო თამაში. ეს არის ფილმი ქართული ჭადრაკის ისტორიაზე, მის მიერ გამლით გზაზე საქართველოში დაარსებიდან დღევანდელ დღემდე. ფილმის სცენარის ავტორები არიან ქალბატონი ნონა ვამბაშიძე და ბატონი თენგიზ ტყილავა. აქ გრძანდებიან ორივე. ფილმის ოპერატორი გახლავთ ბატონი ზურა ბორთალაძე, არ ვიცი აქ თუ გრძანდება მივესალმებით მას. და დარწმუნებული ვარ ძალიან ისიამოვნებთ დღეს, რადგან ნახავთ უნიკალურ ფოტო კინო მასალას, რომელიც მოგვითხრობს
ჩვენი სასიკაკულო მოჭადრაკეების უდიდეს საერთაშორისო გამარჯვებებზე სხვადასხვა დროს. აქ შეკრებილი საზოგადოების უმრავლესობას მოგეხსენებათ და დარწმუნებული ვარ იცით, რომ ბატონი გოგი თორაძეს გადაღებული აქვს მრავალი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი. მათ შორის აღსანიშნავია ფილმი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე ილია მეორეზე. ასევე ძალიან საინტერესო ფილმი საფრანგეთის ეროვნულ გმირზე გენერალ შარლ დე გოლის თანამებრძოლზე დიმიტრი ამირახვაძე. ბატონმა გოგიმ საქართველოდან პირველმა ჩაატარა გადაღებები პენტაგონში გენერალ ჯონ შალიკაშვილზე ფილმის გადაღებისას. შესანიშნავი ფილმია გენერალ გიორგი კვინიტაძეზე, ასევე ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე არიელ შარონზე და სხვა. ბატონი გოგი არის მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატი, მათ შორის მილანის საერთაშორისო სპორტული ფილმების კინოფესტივალის გამარჯვებული გახლა. ასევე არის ნეაპოლის, მატერას, ტაშკენტის, სიდნეის, ნაზარეთის და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი კინოფესტივალების ლაურეატი. ამ წელს კი მისი მხატვრული ფილმის სარკმელი გავიდა კანის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის ფინალში და მონაწილეობდა როგორც ნომინანტი ამ ძალიან პრესტიჟულ კინოფესტივალში. გოგი თორაძის ფილმოგრაფიაში ჭარბობს ფილმების სპორტულ თემატიკაზე. ამასთან დაკავშირებით უფრო ამომწურავად მოგახსენებთ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, თქვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილი და საყვარელი სოხუმელი ბატონი თენგიზ პაჭკორი. მოგზაურობთ ხალხო. სამი პირველ რიგში მინდა კიდევ ერთხელ მივუხმოთ ჩვენ სახელოვან მოჭადრაკეებს მსოფლიო ჩემპიონობა გუნდურებში. დიდი მადლობა თქვენ რომ ასე გაახარეთ საქართველო. მით უმეტეს იმ დროს, როცა ძალიან ბევრ სახეობებში ჩავარდა ქონდა ამ დღეებში და საერთოდ სიტუაციიდან გამომდინარე თქვენი მსოფლიო ჩემპიონი მეორეჯერ 2015-ში იყო ჩინეთში და ახლა პოლონეთში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, მილიონ ევროს ჩაირიცხება უბრალოდ ხვალდაზე იქნება ასე ვიცი. გილოცავ ხელ საქართველოს უცებ და გოგიზე დავამატებ კიდევ რომ ეს არის მე-16 ფილმი გოგი თორაძის მე-16 ფილმი სპორტულ თემაზე დაწყებული 1991 წლიდან, როცა კოტე მახარაძეზე გადაიღმა პირველი სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი ხმასია გოგი კომენტატორი. ამ 42 წლის განმავლობაში ეს მე-16 ფილმია. ფილმები არის გოგის ფეხბურთზე, კალათბურთზე, რაგბიზე, ჭიდაობაზე, კიდევ სხვა სახეობებზე. და მინდა გითხრათ რომ 2018 წლიდან დღემდე ჩვენ ვაგრძელებთ იმ პროექტს, რომელიც ერთობლივად დავიწყეთ. გოგი თორაძის სპორტული ფილმების ჩვენერები უკვე ჩატარდა 8 ქვეყანაში. საქართველოს ნაკრებებთან ერთად, როცა ვახერხებთ ჩვენი ძალებით ჟურნალისტთა ასოციაციის და ფედერაციების ხარდაჭერით და მთავარი არის წინ გოგი რომ სოხუმში და ბიჭვინთაში უნდა ვაჩვენოთ ეს ფილმი, რომ ბიჭვინთასთან ქართულ ჭადრაკს აქვს კონკრეტული ძალიან საინტერესო ეპიზოდები და მინდა გისურვო კიდევ წარმატებები. აუცილებლად გას კიდე შენ გეგმები ვიცი, მაგრამ ამ წელს და მომავალ წელს ვაპირებთ ამ ფილმების ჩვენებას მასწავლეთ ჭადრაკზე ინდოეთში, უკვე დავიწყეთ მუშაობა ინდოეთში და ჩინეთში. მინდა გისურვო წარმატებულ საღამოს გისურვო. მოგესალმებით ქალბატონო გოგიბრატონებო, მიხარია გოგებედით. მინდა გითხრათ რომ ძალიან გავახარეს ჩვენმა მოჭადრაკეებმა. ჩვენ ესე დაგეკვირი ქონდა რამოდენიმე დღის შემდეგ ამ ფილმის პრემიერა, მაგრამ მინედან მოხდა ესეთი სასწაული და ესეთი სიხარული მოგვარიჭეს მათ, გამოვიტანეთ ფილმი, იმიტომ რომ მათი დაჭერა თბილისში ძალიან რთულია. 3 ადამიანი უკაცრია მენაოსე ჩამოსვლა როგორც ფაშისტებზე წავიდნენ და აი 3 მოხდა. მათი ჩვენთან მოხარია ვახთ. ეხლა ეს ფილმი ამ ფილმთან დაკავშირებით ისაუბრა უკვე და მინდა გითხრათ რომ ეს ფილმი ზადდება ინდოეთში და უკვე გაგზავნილია და მოკიდებულია იქიდან პასუხი არ ვიცი რა სიზარს იქ, მაგრამ ვცდილობთ რომ
აუცილებლად გავიტანოთ და ეს მდიდარი ისტორია ვაჩვენოთ მათ და ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც მათ ყავთ ანანდი, მისი მწვრთნელი იყო უბილავა, ქართველი, წარმოიდგინეთ ინდოეთიდან შემოვიდა ჭადრაკი და მათი პირველი ჩემპიონი მწვრთნელი იყო ქართველი. ეს უნიკალური მოვლენაა, რომელიც ფილმში ასევე გვაქვს. ეხლა მინდა ედელვეისები გადმოგცეთ თქვენ, ჩვენი სახელით კინოაკადემიის და შემდეგ ნახოთ ფილმი. ფილმი მოკლემეტრაჟიანია, ნახევარი საათი. ერთი საინტერესო ისტორია მინდა მოგიყვეთ რა. ესე იგი ეს არის მაგალითი ვისა, რომ არსებობს რაღაცა მისტიური ჩვენს გარშემო ყოველთვის, რომელიც ოდესღაც სრულდება. ეს ისტორია გამახსენდა, როდესაც კანის ფესტივალის ფინალში მივიდა მონაწილეობა და რამოდენიმე დღე საერთოდ სიზმარში მეგონა დავიდა ამჯერად, როდესაც ჩემი შვილი მეუბნებოდა ინგლისურად კითხულობდა, რომ უცხოური კანში თქვენ ფინალში გავხდით. 2004 წელს ხასობს მე ამას. აი ნახეთ რა საინტერესო ისტორია. 2004 წელს ჯორჯ ბალანჩიზე ვიდექით ფილმს და ვიყავით იმ ადგილებში, სადაც მას გაწმული ჰქონდა თავისი სპექტაკლები და გრანდ ოპერა პარიზში, ლონდონში და მონტე-კარლოში ჰქონდა, სანამ ამერიკაში წავიდოდა. და როდესაც გავემგზავრეთ მონტე-კარლოში ჯგუფმა 4 კაცის შემადგენლობით ტელეფილმების ჯგუფი მივდიოდით იქ გადასაღებად. მატარებელი გაჩერდა კანში, ниცა, კანი და კანში რო გაჩერდა, ეხლა ჩემზე ძალიან მოქმედებს ეს რა შინაგანად, რომ აი კინოში რომ მუშაობ და კანში გაჩერდა და პირველად ვარ იქ და ამათ უთხარი ჩემ კოლეგებს, რომ კანში ვართ ეხლა და მოდი ჩავიდეთ ფეხი დავდგათ რა მიწაზე. ხო და ფეხი ხო ეგ და რაღაცები დაიწყო, მომიფიქრე მე აუცილებლად უნდა ჩავიდე. ჩავედი, დავდგი ფეხი, რამოდენიმე წუთი გაჩერდა და მაშინ მახსოვს თქვი, რომ მერთო აი ოდესმე მოვა ის დრო, რომ მე ჩემი ფილმით კანში მოვხდები ფესტივალზე და 2023 წელს 19 წელს მერე მე წავედი კანში. აი ესეთი ისტორია. ექსპერტ ფონდის. რაღაცა მოგიდა ბამ. გაიხსნა მსოფლიოს 53-მე საჭადრაკო ოლიმპიადა. და ეს არც არის გასაკვირი. საქართველოს ხომ ჭადრაკის დედოფლების სამშობლოა. ქართული ჭადრაკის ისტორია საუკუნეების წინ დაიწყო და მან ოლიმპიადამდე საკმაოდ ხანგრძლივი გზა გაიარა. გზა ინდოეთიდან საქართველომდე. ჭადრაკს ინდოეთში მე-6 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი და მას ჩატურანგას უწოდებდნენ. არსებობს ჭადრაკის გამოგონების ლეგენდა. ბრამინმა სისა ბენ დაჰირმა ეს თამაში გამოიგონა და რაჯას მიართვა.
როდესაც რაჯამ მას კითხა რა ჯილდო გინდაო, ბრამინმა მოითხოვა ჭადრაკის დაფის პირველ უჯრედში ერთი მარცვალი ხორბალი ჩაედო და ყოველ შემდეგზე წინაზე ორჯერ მეტი, რაც ასტრონომიულ ციფრებში გადაიზარდა. იმპერიალის ჭადრაკის მიზანი მეფის შამათი კი არა, არამედ ყველა ფიგურის განადგურება იყო. ჩატურანგას საფუძველზე შეიქმნა უფრო დახვეწილი თამაში შატრანგი, სადაც მთავარი გახლდათ მეფის შამათი. ინდოეთიდან ჭადრაკი გავრცელდა არაბეთსა და სპარსეთში ვაჭართა ქარავნების წყალობით და გაჩნდა ტერმინი შაჰმატი, რაც ნიშნავდა მეფე მოკვდა. აზიიდან ჭადრაკი ევროპაში გავრცელდა ჯვაროსნების წყალობით. ჭადრაკის ფიგურებს მაშინ ფაიფურისგან ამზადებდნენ, რაც უძველეს მინიატურებშიცაა დაფიქსირებული. იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტს ძალიან უყვარდა ჭადრაკი. ნაპოლეონს ჭადრაკი სამხედრო კამპანიების დროსაც თან დაჰქონდა. ფიგურებს საუკეთესო მოქანდაკეები ჰქმნიდნენ. 1926 წელს ინგლისში აღმოაჩინეს ნაპოლეონის კუთვნილი ჭადრაკი, რომლის მხედრის ფიგურაში აღმოაჩინეს წმინდა ელენეს კუნძულიდან იმპერატორის გარცევის დამალული გეგმა. სამწუხაროდ ნაპოლეონს ეს გეგმა არ უნახავს. საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ქვეყანა. ისტორიკოსების ვარაუდით, საქართველოში ჭადრაკი სპარსეთიდან მე-6-მე-7 საუკუნეებში შემოვიდა, რასაც ადასტურებს ჩვენი ისტორიული და ლიტერატურული მემკვიდრეობა. ჭადრაკი პირველად მოხსენიებულია ბასილი დიდის თხზულებაში, ეპუსთა დღეთ. დღემდე შემორჩენილია მე-13 საუკუნის ქართული ორნამენტებით დამშვენებული საჭადრაკო კომპლექტი. ჭადრაკი ერთმანეთს შეერთიანებს სპორტს, ლიტერატურასა და ხელოვნებას, რითაც საქართველო გამორჩეულია. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ ქართველ ქალებს მზითებში ვეფხისტყაოსანთან ერთად ჭადრაკსაც ატანდნენ, როგორც ასულის განათლებისა და გონიერების სიმბოლოს. ვახტანგ მე-6 სასულის თამარის სამზითო სიაში 1712 წელს ჭადრაკიც მოხსენიებულია. საქართველოში ჭადრაკი განსაკუთრებით განვითარდა მე-17 საუკუნიდან, რაც აისახა თეიმურაზ პირველის, არჩილის და სულხან საბას ნაწარმოებებში. ქალაქი ზუგდიდი, სამეგრელოს მთავრების დადიანების სასახლე. ამ ქალაქში დაიბადა და ჭადრაკს ეზიარა პირველი ქართველი მოჭადრაკე ანდრია დადიანი. იგი გახლდათ ეკატერინე ჭავჭავაძისა და სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის შვილი. დადიანისეული ჭადრაკი ევროპაში დამზადებული ერთადერთი ეგზემპლარია. ფიგურების ბიოლოგიისაა. 1877 წელს თბილისში გაიხსნა პირველი საჭადრაკო სექცია და იმავე წელს დაფუძნდა ჭადრაკის მოყვარულთა წრე. ანდრია დადიანის სახელი კარგად იყო ცნობილი მსოფლიო საჭადრაკო სამყაროში. 1891 წელს იგი მონაწილეობდა პეტერბურგის საჭადრაკო კლუბის მიერ გამართულ მოყვარულთა ორ ტურნირში და ორივეჯერ პირველ ადგილზე გავიდა.
იგი თამაშობდა ცნობილ მოჭადრაკეებთან, როზენდალთან, დიუბუასთან, პარიზში, რომში, თბილისსა და სხვა ქალაქებში. წელს ინგლისურმა საჭადრაკო ჟურნალმა Chess Monthly თითქმის მთელი ნომერი დაუთმო ანდრია დადიანის შემოქმედებას. ჭადრაკზე საქართველოში წერდა რუსული პრესაც. ჭადრაკთან მეგობრობდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე. ილია სივერია ხშირად წერდა ჭადრაკზე. ძველმა ფოტოსურათმა შემოგვინახა გასული საუკუნის ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე ქალის ელენე პაზმეგის სახე. პირველი ტურნირი თბილისში გაიმართა 1892 წელს და მასში 23 მოჭადრაკე მონაწილეობდა. 1920 წელს ჩატარდა საქართველოს ვაჟთა პირველი ჩემპიონატი. ვიქტორ გოგიძე გახდა პირველი ქართველი ოსტატი და საერთაშორისო ოსტატი. 1928 წელს იგი გახდა საქართველოს ჩემპიონი. 1930 წელს მოსკოვის საერთაშორისო ტურნირზე ვიქტორ გოგიძის მოწინააღმდეგე იყო ცნობილი მოჭადრაკე კაპაბლანკა. როდესაც ეს მატჩი გაიმით დასრულდა, კაპაბლანკას უთქვამს, ბედნიერია ის ქვეყანა, ვისაც ასეთი მოჭადრაკე ჰყავს. ჭეშმარიტად ითვლება ქართველ ქალთა საჭადრაკო სკოლის ფუძემდებლად. მისი პირველი დიდი წარმატება იყო სიცოცხლეშივე სპორტულ ლეგენდად ქცეული მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი. ჩემპიონი ელისაბედ ბიკოვა იძულებული გახდა განებებული. მატჩის ანგარიშია 5-1 პრეტენდენტის სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა მოგებული პარტიის ანალიზი შინ მეგობართა წრეში. მონას წინვალე სტარტი გაბედული განაცხადია მსოფლიო საჭადრაკო გულბინის მოსაპოვებლად, მაგრამ პროგნოზები ჯერ კიდევ ნაადრევია. სწორედ ამ დარჩენილი ეჭვის გასაფრთხილად სასტუმრო მოსკოვის ერთ-ერთ ოთახში უმოკლეს გზებს ეძებენ პრეტენდენტი და მისი მწვრთნელი მიხეილ შიშოვი. მიხეილ ბოტვინიკის რჩევით ნონას ყოველ შეხვედრაზე მოაქვს გამარჯვების ელექსირი, შავი ყავა. მატჩის მთავარმა მსაჯმა ნინო გრუშკოვა-ბელსკამ საათი ჩართო. ნეტავ რასუკადის პრეტენდენტს მომავალი ბრძოლები ჭადრაკის დაფაზე. მიზანი კი 100 ახლოა. აი მატჩის კულმინაციური წერტილი უკანასკნელი მე-11 პარტია. ნახევარი, მხოლოდ ნახევარი ქულა სჭირდება ნონას უმაღლესი ტიტულის მოსაპოვებლად. ვიყავ მხოლოდ დროებით უშველა თავს პარტია გადაიღო, იგი აღარც განახლება. ქვეყანას მოეფინა ვადიმ სინიავსკის ნაცნობი ხმა, რომელსაც პრესამაც დასცა დასტური. მსოფლიო ჩემპიონი გადადგა, საჭადრაკო ოლიმპიადი და ახალი დედოფალი. 21 წლის ნონა გაფრინდაშვილი. ასეთი ტრიუმფი ლეგენდარული ვერამენჩიკი თუ იამაყებდა მხოლოდ. ამ თასზე მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონის გვარი წამოიყვება. პირველად ყველაფერი უხერხული ასეთი სასიამოვნო თვირთიც კი. არა უშავს, შეეჩვევა. აბა, ახლა კი საქართველოს. იცის, მან იცის, დამააქვსო თბილისი ხელი,
თბილი-ღიმილი ვის შეხვედრას ემიან ახლო, ვის შესწინებენ მადლიერად მთებიც და ხემიც, დიდ გამარჯვებას სიხარულით დიდი რომ ახლავს. 1978 წელს ბუენოს-აირესში ფიდეს კონგრესმა ნონას ქალთაგან პირველს მიანიჭა ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება. ნონას აღზევების პერიოდში გამოჩნდა ახალგაზრდა მოჭადრაკე ნანა ალექსანდრია, ვახტანგ ქარსელაძის აღზრდილი, რომელსაც შემდეგ ბუხუტი გურგენიძეც რთნიდა. ამ მატარებით ახლა სხვა გამარჯვებული ჩამოდის თბილისში. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ნანა ალექსანდრიევი. ნანამ საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონის ტიტულს კიდევ ერთი მაღალი ჯილდოც მიუღია ევროპის ქვეყნების ჩემპიონატს. ამაში დიდია მისი მწვრთნელის, პირველი ქართველი დიდოსტატის ბუხუტი გურგენიძის წვლილი. ქართული ჭადრაკის ისტორიაში სამუდამოდ დაიმკვიდრებენ სახელს ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან 2003 წელს სტამბოლში გამართულ ევროპის პირად პირველობაში პირველი ადგილის მფლობელი ზურაბ აზნაიფარაშვილი, ამჟამად ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი, თამაზ გიორგაძე, მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი, საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ელიზბარ უბილავა, საერთაშორისო დიდოსტატი, რომან ჯინჯიხაშვილი, საქართველოს და ამერიკის ჩემპიონი, თენგიზ გიორგაძე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო დიდოსტატის ზურაბ სტურუა, საჭადრაკო კომპოზიტორები გია ნადარეიშვილი, იოსებ კრიხელი, არაერთი წიგნის ავტორი და ეტიუდისტი დავით გურგენიძე, საერთაშორისო დიდოსტატი ბააგურ ჯობავა, საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ევროპის გუნდური ჩემპიონატის მესამე პრიზიორი, გია გიორგაძე, საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს საჭადრაკო ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი. სახელოვანი ქართველი და არა მარტო ქართველი მოჭადრაკეების სიაში ერთეული ადგილი დაიკავა მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა მაია ჩიბურდანიძემ, რომელმაც 8 წლის ასაკიდან დაიწყო ჭადრაკის თამაში. მისი კერპი პატარაობიდანვე ნონა გახდა. 17 წლისამდე სახელგანთქმული ნონა გაფრინდაშვილი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა.
იოსელიანი, საერთაშორისო დიდოსტატი, 5 წლის ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს 2 წლის ვიცე-ჩემპიონი. ნანა სწავლობდა უცხოენების ფაკულტეტზე. სტუდენტობიდანვე უკვე ცნობილი მოჭადრაკე კიდად მუშაობდა და თბილისში ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს მშობლიურ ქალაქს აცნობდა. ამჟამად ნანა ალექსანდრია საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოჭადრაკე ბავშვთა მიზნები. საგანგებო წარდგენა არც ნინო გურიელს სჭირდება. იგი გახლავთ საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს 2 გზის ჩემპიონი, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 3 გზის ჩემპიონი. მაია ჩიბურდანიძე აქტიურად მონაწილეობს საჭადრაკო ტურნირებში და პროფესიით ექიმი მაინც ვერ შეელია ჭადრაკს და თბილისში ბავშვთა საჭადრაკო აკადემია დააარსა. დასვენების დღეებს ქართველი მოჭადრაკე ქალები ერთმანეთთან ან შვილებთან ატარებენ. ბავშვები აქტიურად მეცადინეობენ საჭადრაკო წრეებში. იმართება ბავშვთა ჩემპიონატები. ბავშვებთან ცნობილი მოჭადრაკეები თამაშობენ. ჩემთვის ის რაც ხდება ვასტანის ძაფას არადი პატარა საქმე ვიხარი საქართველოს სამსახურში და ვიქნები საქართველოს სამსახურში. უკვე 70 წელია რაც სამშობლოსა და საკუთარი საქმის სამსახურშია. ჭადრაკის თამაში 5 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ უმამრავი ჯილდო მიიღო. ნონა გაფრინდაშვილ 75 წელს ასაკში ვარსკვლავი გაუხსნეს. ჭადრაკის დედოფალი როგორც თავად ამბობს წინ კიდევ ბევრ წარმატებას ამოდება. ინდოეთიდან საქართველომდე დიდი გზაა, მაგრამ ჭადრაკის სამშობლოდან საქართველოში ოლიმპიადის გახსნაში მონაწილეობდა ვიშვანათან ანანდი, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი, ოლიმპიადის კეთილინების ელჩი. მისი მწვრთნელი 1994-2005 წლებში იყო საერთაშორისო დიდოსტატი ელის ბორბილოვა. მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი ვიშვანათან ანანდი სწორედ მისი ხელმძღვანელობით გახდა პირველად ჩემპიონი 2000 წელს. საქართველოს ქალთა ოლიმპიური ნაკრები, ნანა ძაგნიძე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი, ბელა ხატენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და მერი არაბიძე.
წარმატებით ჩაიარა. გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს ნონა გაფრინდაშვილმა, მაია ჩიბურდანიძემ. სუბა ბაზმაიკარაშვილმა. გია გიორგაძე. მონაწილეობდნენ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები. 18 წლის მოჭადრაკეთა შორის 2018 წლის ევროპის ჩემპიონი ნინო ხომერიკი, საქართველოს ორგზის ჩემპიონი ნინო პაციაშვილი. ნინო ზაგნიძემ კი მესამე ადგილი მოიპოვა. გადის წლები, მაგრამ საქართველოში ჭადრაკისადმი ინტერესი მაინც აკინელდება. ჭადრაკის დაბად ქცეულ მიწაზე არა აქვს დიდი სიცოცხლე ფაის არა აქვს დიდი სიცოცხლე ფაის ჭადრაკები რო წარადგინოს გავხდონა ოცნებობს მაინც გამარჯვებულები არიან ჩვენი მოჭადრაკეები ბატონებად მოგზავნით და თქვენი ლამაზი ნიჭიერი გოგონები გააცანოთ ჩვენს მაყურებელს. მოგესალმებით. პარტიული მოგზავნით ჩვენი ქალთანაკრების წევრები. ვისიბთვის ყველა პაიკი მეფისთვის გვდება მაგრამ ადრე თუ გვია მეფეს და პაიკს ერთ ბუჩი ყრია ერთ ძირე ყუჩი ერთად დავსდება აზრის სიმართლე ჯორი ოცნება ერთ ძირე ყუჩი ეს პრემიები გამოდიოდა ჩვენი სახელოვანი ჯანმრთელობის ყოფაში. რომელიც არა ყავს და გთხოვთ რომ წუთი დომილი და ფერზე ადგომით გავიხსენოთ ჩვენი საცხოვრებლო მამულში. დიდი მადლობა ქალბატონ ნანა ალექსანდრიას, ქალბატონ ნანა იოსელიანს. შეუძლოთარი და ვერ შეძლო მოსვლა. და წუხობთ რომ ესენი და ახლანდელი წარმატებები რო აღარ არის ამ ფილმში, იმიტომ რომ ადრე გადავიღეთ და პანდემიის გამო აღარ გადიოდა. მაგრამ ახლა საერთაშორისო ფესტივალზე წავიღეთ, იმიტომ რომ როგორც იქნა მივახციეთ რომ დაეფინანსებიათ თარგმანი. მოგცა კულტურის სამინისტროს თანხა თარგმნით ინგლისურად და გოგი როდის იქნება ეს ფესტივალი? დეკემბერში. და იმედი გვაქვს რომ ეს ფილმიც გაიმარჯვებს. და ჩვენი ლამაზი გოგონების სახელი კიდევ ერთხელ გაჟღერდება მსოფლიოში.
მაგრამ კინომატი არნარტი არ საჯადრაკო ისტორიისა, ვიც მე პირველად ნახებ მონაკვეთი, რომელიც რითაც დაიწყო ეს ფილმი. ასე რომ დიდი მადლობა სიამოვნეთ. რაღაც ფრაგმენტები იყო, ნაპოლეონი იყო, ნახსენები და საინტერესო ისტორია მაქვს მე. მე ერთი ველას ვეხმარებოდი მხოლოდ და ამ კარტმა გოგომ გამიმართლა. და ბავშვებთან საერთოდ არ მიმუშავე, მიუხედავად იმისა, რომ სკოლასთან წაიწყო წლების განმავლობაში. იცი, ჩვენი სკოლის მოწაფემაც პრიზიორი გახდა და ერთი პერიოდი სკოლაში მთხოვეს, იტალიის სკოლაში პატარებთან მუშაობა და გამოცდილება არანაირი არ ჰქონდა და ძალიან სერიოზულად ვემზადებოდი, რომ რაღაც ლეგენდები, ისტორიები საინტერესო ყოფილიყო, ბავშვები დამეინტერესებინა და ნაპოლეონით დავიწყეთ, გამახსენა ფილმის ფრაგმენტმა. ნაპოლეონი წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლებული როდესაც იყო და ჭადრაკის ფიგურებით მას მისთვის ინფორმაცია უნდა მიეწოდებინათ, როგორ გაიპაროს კუნძულიდან. ლეგენდა მართალი ყოველ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა და იმიტომ დიახ და იმიტომ ვერ გაიპარა, რომ ის ჯარისკაცი, რომელსაც ჭადრაკი მიქონდა, გზაში გარდაიცვალა. და ნუ დიდი ემოციები წყვები ამ ისტორიას და მგონია, რომ ამ პატარებს ავარდება და ისმინეს და ერთი მეუღდება. მასწავლებელი, თქვენ მასწავლებელი ხართ თუ მესხავდე? ასე დამთავრდა ჩემი ასე დაიწყო ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა პატარებთან. რომ მართლა ძალიან საინტერესო იყო და ლამაზი ფილმი იყო. ბათუმში ძალიან კარგად ჩატარდა და კარგად არის გამოყენებული ეს ფრაგმენტები. მართლაც უნიკალური ჩემპიონატი ჩატარდა. მინდა მოგილოცოთ, მადლობა რომ ჭადრაკი დაინტერესდით. ახლა ასაკში რომ შედიხარ, ეთყობა ეს სავატყობობა არის ასაკის, რომ გიხარია ხოლმე შენ თავს რომ ხედავ. და ქალბატონებთან მითხრა რომ თქვენი შვილიო ფილმში არისო და ჩხუბობს რაღაცას და ჭადრაკთან დამოკიდებულება არ ვერ დავაფიქსირებ. მგონი ეს არის ასე ვთქვათ სილსამებს ჩემში. ნანა იოსელიანთან მაჩის პირველი პარტია ნანა იოსკაკალი რომ წავაგე მე მოვიქე და მას ყოველთვის ხასოს ვამხობე. პირველი პარტია რომ წავაგე და მე რადიოთი გამოაცხადეს ჩემში სტაში დაუკრასო დედა მალე ჩამოვაო. იმიტომ რომ დედის არ ყოფნა ჭადრაკ დააბრალა და რადგან ის პერიოდი მიგებდი ხოლმე იმედები წაგებას და ეს რა ემოციებიც გამოიწვია ჩემი შვილის ნახვამაც და ძველმა ისტორიულმა კადრებმაც. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ ჭადრაკს მოვხდე და შემდეგი წელი აი ამას მოვხდა. მონა იყურე და გადამიხმია. მონა გასინაშილი. ამ ჭადრაკსა და იმ ჭადრაკ შორის ჩვენ რომ თამაშობთ ყოველთვის ყველგან გუდაჯერებით და გამძაფრებით. დიდი მადლობა და მეც მინდა ნანასავით გამოსვა იმედი, რომ შემდეგი ფილმი ბავშვს გმირები და როგორ იქნება. ფედერაციას მაგრამ ყველა მათგანს ვიცნობთ პირადად და გვაქვს ბედნიერება რომ გქონდეს მათთან გქონდა და დღემდე გვაქვს მათთან პირადი ურთიერთობა, ვიცით ბევრი ისტორია და ეს კადრები ჩვენთვის მიუხედავად იმისა რომ ამ დროს დაბადებულიც არ ვიყავით, არის ძალიან ძვირფასი და ძალიან დიდი მადლობა რომ ჭადრაკი
ესეთი ანუ ჭადრაკზე გადაიღეთ ფილმი და ეს დარჩება ისტორიას. მადლობა ყველას. Pelvis დაჩეჩება ეს პერიოდის ციტყვით. გავამხნევთ ჩვენი მოგესალმებით. ძალიან მოგესალმებით. ასეთ პირობებში ეს ნახეთ ახალი ნამუშევარი, ახალი ფილმი, ქართული კინემატოგრაფია და ვიტაის ზითმიტის მაგრამ ჩვენ გვყავს პიროვნება, რომელიც დაუბრალებული მუშაობის შრომით მოღვაწეობს და ქმნის აგზავნებს საქმიანობას და განსაკუთრებით ქართულ სპორტში აფიქსირებს ისტორიას, ქმნის ახალ ფილმებს, ეს ეთნიკაცია, ქმნის ძვირფას მატერიალს, ამასაც მას ძალიან დიდი მოგონებაში აღება რატომები და ვერტებით რომ კიდევ და კიდევ გამოვხერებთ ახალი ფილმებით. ჩვენი ფილმის ლეგენდას ბატონ ვერა პოპეჭაშვილს. მადლობა გექრით, ძალიან საჭირო არის ყველაფერი ეს. როგორც საქართველოში, ისე ყველგან უნდა იცოდნენ რა ტრადიციებია, უზარმაზარი ტრადიციები საქართველოში, რა მიღწევები არიან თვალსაზრისით და დიდი მადლობა ყველას, რომ აქამდე მოიყვანეთ ეს საქმე საქართველოში. გაახარეთ ყველანი, ყველა თაობა, ვინც ჭადრაკს თამაშობს და ახარებდა საქართველოს და მადლობა თქვენ, բոլორს თქვენს გაგვახარეთ. ბატონი გრიგოლ ჩიგონიძე. ხოდა ამას იმედ გონდა დამიღო 3 წამი ვიღავი ეკრანს. მაგრამ მოვიყვანე პიონერი ფილმი და სადა ხარ მასტო და 3 წამის ვერე ყველა მოვიდა ავტოგრაფი გავაკეთე მადლობა. ეხლა მინდა გითხრათ რომ ძალიან მისიამოვნე ამ ფილმით ეროს ფილმი მომეწონა ძალიან და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მუსიკალური გაფორმება. აი იქ ერთი კადრი არის, როდესაც ნორმა დადის ძალიან კარგად არის შერჩეული ეს მუსიკა და არის ვინ არის მუსიკალური გაფორმებელი, დიდი მადლობა მას. ჩემი ფილმის მუსიკა. ოჩა, ხოლმე მაშინ მინდა შენ ეს მოგცე ხაბატორმა ეს 60 წლის წინათ გავაკეთე ეს მაგარი პიონერი ფილმში და ძალიან იშვიათად ვაზრობ კაიხავს და ახლა შენს ბაზარზე ამედავს. გილოცავ და იმედია ახალ ფილმში ერთი 20 წამი მაინც გამომაჩი. მადლობა. ძალიან ისიამოვნე. ეს რეკორდების წიგნის წარმომადგენელი საქართველოს გასულით მოგესალმებით ყველას ბატონებო. მე ამ ფილმის კოლექტივთან რომ უყურებდი ფილმს და რა თქმა უნდა ძალიან მომეწონა, მქონია ძალიან საინტერესო დამოკიდებულება. ქალბატონი ნონა გახლავთ ჩემი თანაკურსელი, სწორია? ბატონი თენგის თხილავა გახლავთ ის პიროვნება, რომელიც ქმნის რომელიც არის სცენარის ავტორი ფილმისა, რომელიც უნდა შეიქმნას ჩვენი დაკვეთით, ეს არის გლების რაოდენობით პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში და გლების მიერ შეჭმული ადამიანებით. თენგიზი არის ფილმის სცენარის ავტორი. ბატონი გოგისთან გვაკავშირებს ის ამბავი, რომ სტუდენტებთან ლექცია ჩამატარებინა, ჩემი იდეები მოეწონათ სტუდენტებს და გადაიღეს სულ ცოტა 10 ხუთწუთიანი ფილმი, მაგალითად დედამიწის როგორც შემოვარა ქართველმა ალექსანდრე ჯავახიშვილმა წყალქვეშა ატომური ხომალდით. რას ასწავლებს აკეთებს ცალფეხა ამპუტანტი ფეხბურთელი ამულაშვილი
და ასეთი გმირებით აიქცო თქვენი მოდერძი მახარაძისთან გვაქვს ჩვენ დაუმთავრებელი საქმე. ველადებით ამ დარბაზში იქნება იყოს დამფინანსებელი ან ხმის მიმწვდენი ბატონი გოდერძი გახლავთ მსოფლიო რეკორდსმენი ბურთის კენწულაში. ეს რეკორდი მის მიერ დამყარებული ჩემი ხელმძღვანელობით 97 წლის 26 მაისს აგერ დინამოს სტადიონზე 9 წელიწადი ვერავინ ვერ გაუმჯობესა, ვინც სადა თავმოჭრილი მამალივით დაეცა მინდორზე. გოდერძი არის 51 წლის, დღესაც ადის შენბატონო ხეზე ბურთის კენწულით, თაწმინდაზე ავიდა ბურთის კენწულით 1389 საფეხური დაძლია და ჯუმბერ ლეჟავა სოფლიო მოგზაური, რომელსაც ჩვენ როგორც პრესების ხელმძღვანელი ვემსახურებოდით 9 წელიწადი გაოცებული იყო. მე არ ჯერავ, მე ვთხარი ჯუმბერ შემოდი კომისიაში, მიყვებოდა 5 მეტრის დაშორებით და არის საოცარი დამკვლება, სადაც არის თაწმინდის პანთეონი, ქარი სიო უპერავს და ერთი მაინც და მაინც ნაძვისხე დაწეულა. რა გასახრა? ერთი ქარი და მეორე დაიწია ეს კაცი ჩვენი და აი ეს მაინც კენწულით გაიარეს მონაკვეთი. სასწავლების გამკეთებელია და ეს ფილმი, რა თქმა უნდა, სპორტულ 16 ფილმში შეიძლება არ ჩაეწეროს, მაგრამ ჩაეწერება ალბათ იმ 30 ფილმში, რომელიც თქვენ გადაგიღიათ საინტერესო 46-ში საერთოდ. ხო, 46-ში და ვამბობ 16 პლუს 30. წაი 30-ში შეიძლება ჩაეწეროს. მე მინდა ისურვოთ ახალ-ახალი გამარჯვებები და მიგულვეთ ერთგულ ჯარისკაცად. მე ჩემს გულსა და გონებას მოუხმობ, როგორღაც ჩამოვაყალიბო თქვენი რეკორდზე წარდგენის მოტივები, იმიტომ რომ გინესი არის დიდი ბიუროკრატიული აპარატი, მაგრამ საზოგადოებას უნდა ვამცნო, რომ გინესის რეკორდსმენი გახლავთ ქალბატონი მაია ჩიბურდანიძე, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის. და ასეთივე საინტერესო ადამიანებით არის სავსე ქართველებით გინესის ჩეობატონო წიგნი და სასურველი ასევე გინესის წიგნში შესულ ქართველთა კატალოგი გამოიცეს სულ ცოტა სამენაზე, რომ ქართველებმა არ ვიკითხოთ მარტო, არამედ მსოფლიოს პირველ ეხლა ნინო სალოკვაძე შედის, მეათე ოლიმპიადა. აუცილებლად და არის კიდევ საინტერესო კანდიდატები. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. მადლობა მოწვევისთვის. მე როგორც ადვოკატი და როგორც ქალბატონი, როგორც საქართველოს მოქალაქის მე და მადლობა გითხრათ იმ სიამაყის შეგრძნებისთვის, რომელსაც ფილმის ყურების დროს ვიგრძელი. შეუძლებელი იყო ამ ემოციების დაწევა, ისე რომ არ გამომეთქვათ ეს სიამაყე. ასევე მინდა ჩვენ ქალბატონებს ვუთხრა მადლობა და ერთი ისტორია ჩვენ ჩავატარეთ ადვოკატებმა, აზერბაიჯანის ადვოკატებთან ერთად ჭადრაკის ჩემპიონატი. და ზუსტად ის სიამაყე, რომ იქაც გამარჯვებული იყო ქალბატონი ანა მეძბარიშვილი და ის სიამაყე შეგრძნება ერთად მომხდება, ამიტომ მადლობა თქვენ, რომ ყველას უმტკიცებთ, რომ საქართველოს ერთ-ერთი მსოფლიოში უმსხვილესი ქალბატონები ყავთ და საუკეთესოები უბადობიან. მადლობა დიდი კიდევ ერთხელ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ რო ვამთავრებთ გადაღებას ვამბობ დემონტაჟი.